სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალდაბაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. ოთარ დანელიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა მოსახლეობას სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები და ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები გადასცეს. სოფელ ახალდაბის მოსახლეობა ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. სამინისტროს ხელმძღვანელები სტიქიის შედეგად წყნეთი ახალდაბის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნენ. მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საშიშროების გამო მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთი ვერტმფრენით ჩაიტანეს. აზრი არა აქვს. იმ პერიოდში, როდესაც გზის მონაკვეთი იყო მეტნაკლებად გამავალი, გავიდა რამოდენიმე მოსახლე, რომელიც ჩარჩა და ჩვენ შევძლებთ ვერტმფრენით ასევე ჩამოგვეყვანა ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ მომენტისთვის ხეობაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ ხდება, მიმდინარეობს გზის შეკეთება და ვფიქრობ, რომ ალბათ დღის ბოლოს ხვალდილისთვის უკვე იქნება შესაძლებლობა, რომ კომუნიკაცია აღდგეს და უკვე ტექნიკა შევიდეს სოფელში.